Yonşuydu bir şakal. Odgevadgilmis წინაშე რომელზეც ვფიქრობდი მთელი ღამე თავი გავიკოტრო და ვიყიდოთ ძალიან საყვარელი მანქანა რომელიც ვნახე თუ უბრალოდ არ ვიყიდო არაფერი ჯერჯერობით და ამაზე ვფიქრობ ძილშიც კი ვფიქრობდი აი აქ მე მაგ დამწვარი ხელი და ახლა ევა იზრუნებს ჩემზე. გავხსნა? წამისვამს მამამოს. ნიჭეჭოდა. აჰა. წამისვიება ხელით? ნაზად არ დააწვა. всё. ახლა ბენდი. Bendy? Okay. Tada. Which one? Right, Bendy. Esginda? Okay. Which one is that? Es momtonsre. Esginda? Esginda there? Ha, is ara, yes. Tada, esginda, esginda. Aba gახსენი? ეს მოაძრე ნახე. ესეც მოაძრე. აბა დამაკარი. Okay. Thank you. Tada. მადლობა. Ava pada. მალე მომირჩება, ხო? შენი მორჩა, ხო? ხო. შესწავლობთ. რა კარგია. Look, Pablo არ არის. Pablo არ არის. თითი კარგად არის. მოურჩა ევას თითი. მიყვარ. ეს მადლობა ევა ექიმო, მადლობა. ჩემი რამაზი ევა ექიმი. შევინახოთ ახლა ხო, მართალი ხა. შენ შეინახო. Wait. I should try it over. Nice. Thank you. Bye. იმასაც არ ვაჩვენებ, ხოლმე რომ სწორად არ დამაკრა. იცოდეს რომ თვითონ დამაკრა. Mama, gogo ჩაურთე. ძალიან გაორებული ვარ. ნახეთ, მე ხო გამიკეთა ეს. და ახლა თვითონაც გაიკეთა და თამარანაირი ტიპის კვიჭის ყოფის კარში და პირველი. ხო, ბენდი კაია. ბენდი წაიღო? მოგაძრო? მოდი. ორამდე რა უყავი? მომეცილ. ეს რომელი? შენ ხო გიგეთია და ეხელზე. ეს აქ ხო გიგეთია შენ? შენ? ბენდი ხო გიგეთია? ნადა კუპია. მაჩვენა ბაშენი ბენდი ავი დამანახე. ეს თითიო დამანახე. ჰა, გიგეთი. კაი. ჩილავაზი. ბენდი ეს ინგლისურად ყოფილა, ეს მე კი არ ვიცოდი. ბავშვმა ჩემზე მეტი იცის ინგლისური. ეგრეც უნდა იყოს, ის ურჩევნიაო, დედასაო. რომ შვილი სჯობდეს მასაო, ძალიან გაუტოლობაშია საშინელში. არ ვიცი რა ჯობია, არ ვიცი რა მირჩევი, არ ვიცი რა ის სწორი. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. გუშინდელიდან. გუშინდელიდან დაწერილი. ხო. გარეთ გინა ბონი? Hayır, biraz boyuna sarılıp bana vermezsen.
Atcerēsim, īkās atšķīga. Როგორც იქნება გვაქვს ისეთი დღე, რომ პრიზნის კონცხანი. Როგორც იქნება გვაქვს ისეთი დღე, რომ ყველას შეუძლია და მიყვავს. ბუნებაში მინდოდა, მაგრამ სოფია მივხვია, რომ შემჩნია. ამდენი ხანი ვერ წავიყვანე და რაღაცა მანდ ახლოს მოძებნეოდა. მე აქ შეხვაყოლის ჯგუფში ვიღაცა მიკითხა აი ეს ტერიტორია და იმან წერეთელზე მიასწავლეს რა ხო და მეც მომენტს იქნა ამერიკაში ერთი მიიღო და მან თქვა რა აკვარი არ მახსოვს ხო ხოდა მაგრამ ეს ახლოს არის ჩემთან და სულად ადამიანს არის ხალხს ასე არც შეუძლია და რაღაცებს მოიწვიოთ შეუძლია რომ ჩავიყანო ხოლმე მე მარტო მეც და სამამისად მინიმუმ ყველა კაი ვარიანტია ხო მე მარტო დაჭიროს რომ უფრო რთული და თუ რამე გეჩქება მე სხვაგან წავიყვან რა ვიცი არ ვიცი ახლა ესე ვფიქრობ და მოგიყვეთ ახლა სიტუაცია საუნჯენ ხო ასაკა მიგზავნეს შეტყობინება რა ვარდან მაგარ გავიყვე სიტუაციაში ახლა მინდა რომ თქვენთან მოვყვე თქვენამდე სანამ ეს ვიდეო მოვა მე ალბათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული მექნება და გაკეთებულიც მექნება ის რაც ამ შემთხვევაში არის სწორი მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ ისე რომ ყველაფერი იცოდეთ და თან რო გიყვებით ამ პროცესში მეც მინდა რომ მივხვდე რა არის სწორი იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მქონია როცა ჩემს რაღაცა მომენტს ან გასაჭირს ან სიტუაციას ვუყვები იმ ადამიანებს ვინც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ახლობელი ძვირფას ვისაც ვენდობი დახვჭურვილი პირი ასე ვთქვათ და ადამიანი რომ ისმენს და მაგ შეგრძნება რომ ანუ ჩემი ესმის ანუ უბრალოდ ყურით კი არ მისმენს ჩემი ესმის და მე ამას როცა ვყვები თითქოს რაღაცა მე თვითონ მილაგდება ჩემ თავში ის არის სწორი ანუ რეალურად ამას იმიტომ კი არ აკეთებ რომ მე ვიღაცამ რჩევა მოგცეს რა თქმა უნდა კაი რჩევა ყოველთვის ძვირფასია მაგრამ ნახე რას ვიძახი მე რომ აქ მთავარი ის მომენტია შენ თვითონვე ხვდები რა არის სწორი შენ საუბარში და ეხლა თან მინდა თქვენ ჩაგაყენოთ საქმის კურსში და თან მინდა რომ მე თვითონვე მივხვდე რა არის სწორი მოკლედ ვათვალიერებდი მანქანებს, გუშინ, სმარტებს, რა თქმა უნდა და შემხვდა ეს მანქანა, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი რომ არსებობდა, ანუ Mitsubishi როგორ არ ვიცი რომ არსებობს, მაგრამ Mitsubishi i თუ Mitsubishi i ესეთი შემხვდა და ნახე ხონდა ესა კოტის ვაჩვენე და ძალიან საყვარელია უმითხრა მე ავდექი და წავედი სანახავად ხო და მოკლედ არის ისა მარსში მეთქი სმარტს რომ უკან დასაჯდომები დაამატო რაღაცა ეგეთი პატარა ტარაკუჭა საყვარელი მანქანა ოღონდ ის არის რომ საჭიავს მარჯვნივ, ანუ სმარტს აქვს მარცხნივ და მე მინდოდა რომ მარცხენა საჭიანი მეყიდა. ანუ საჭიავს მარჯვნივ, ეგ ერთი მომენტი არის და მეორე მომენტი არის კიდე. კაი, ნუ დაანებე თავი. მეორე მომენტია რომ ნუ ეგ მანქანა არ ვფიქრობდი არ მინდოდა მაგრამ თვითონ მანქანა არის კარგი მდგომარეობაში ავიკარე ხანუ მომიშვებ აქ წყალს უფრო მოუშვა ცრავი გადაცემათა კოლოფი არ ბოლავს არის ეკონომიური წვავს ცოტას ვიზუალურად საკმაოდ ლამაზია ოღონდ ერთი ნიუანსი ყოფილა რომელიც მე არ ვიცოდი იკა დაანებე ბავშვ თავი
ანუ არ მინდა რომ ის ნების გარეშე რაღაცის გაკეთებას მივაჩვიოთ ბავშვი, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ანუ თუ აუხსნი და დაითანხმებ, ოკეი და თუ ვერ აუხსნი და ვერ დაითანხმებ, მარტო იმიტომ რომ შენ მოერია, არ მინდა რომ ამის გამო რაღაცა გავუკეთო. ამიტომ ყოველთვის სერიოზული არის რომ აუხსნა და ელაპარაკო, გააგებინო, აი ეხლა ამაზე მე გავაკვრევინე, გავაკეთებინე, გაიგო და შენც გამაკეთებინე. წივილის, კივილის, ან წივილი და კივილით მარტო და ძალით შეიძლება ის გააკეთებინო, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. დანარჩენი თვითონ შეიგნოს რომ საჭიროა და აი ამაში უნდა დახარჯო დრო და არა ის რომ შენ ძლიერი ხარ და აყვირო გვაქვს. რას აკეთებ? ხო და მოკლედ მანქანა კაი მდგომარეობაში. ნუ შიგნიდან ხო და იმას ვამბობდი რომ მე რაც არ ვიცოდი ეს აიჯო თურმე ამ პატარა მანქანებს ძრავი აქვს უკან. და ძრავი რო აქვს უკან, თურმე როგორია იცი რომ ჩაჯდები, აი მარშრუტკაში რო ზიხარ უკან ხო იცი დღან მანქანა რო დადის და რაღაცა ვიბრაციას ავიცოდათ და ხო, ეგეთი აქ და ამ კაცმა თქვა რომ სმარტს ვაფშეო ზედ იმაზე ძრავზე ზიხარ და თან დიზელის ძრავი კიდე უფრო დგამდგარა ყოფილა. ხო და მოკლედ 2 და 2 დღის გასავლელი ტექტათვალიერება და მე ჩვენ გავატარებო. ტექტათვალიერებასო მეთქი 2 და 100-ად მომიცითქო და თუ გინდა 2 და 100 წაიყვან და შენ გაატარებო ტექტათვალიერება. ან მე გავატარებო და 2 და 2-ად. გასაღებია გადასკოჩილი, ანუ მუშაობს ყველაფერი, უბრალოდ ბუდე აქ გარედან გატეხილიო და იმიტომ აქ დასკოჩილიო, 40 ლარი უნდა მაგასო. და კიდე მის ცოლი ყოფილა ჩემი მაყურებელი და მოგწერეო მანქანაზე საუბრობდი, მაგრამ არ გინახეო სავარაუდოდ გვერდი რომ აქ იქ არ შევდივარ ხოლმე 1,700,000 წერილია მოსული და არ ხსნი და არ შევდივარ ხოლმე და მე შეიძლება ნახევარწელი და შემძერიდაში ერთხელ ან ორჯერ შევიდე და გადავხედო. და ნუ არ შევდივარ ხოლმე რა ამათ. ხო და ალბათ იქ მომწერა, საერთოდ არ მინახავს, მოკლედ ხო არ გინახავს თვითონაც მითხრა და არც დამინახავს რომ მომწერეს, საერთოდ ნოტიფიკაციაც არ მინახავს. იქიდან მეგონი არც მომდის ნოტიფიკაციები. ხო მოკლედ. და ვნახე. და მე სმარტების ჯგუფში მეწერა მინდა სმარტი მეთქი და იმავე დღეს მომწერა ბიჭმა, აი გაჩვენებთ ჯერ ამ მანქანას. ფოტოები გადავიღე. ბურთივით არის. და მე მომწერა გვიან საღამოს ბიჭმა. მოიცა რაღაც მომწერა. მოკლედ სმარტი მომწერა დიზელზე იდეალურ მდგომარეობაში, პანორამა ჭერით, ტყავის სალონი და მთელი ამბებით. ნახეთ. ნუ შავი მინდოდა, მაგრამ შავი არც ერთი არ არის. ტყავის სალონი აქ როგორც ხედავთ. ნუ იმ მანქანას 202,000 აქვს გარბენი, ამას აქვს 220. მარცხენა საჭე. ხო და დღეს შევთანხმდი, მეთქი ვნახავ მეთქი მაგასაც, მაგრამ არ ვიცი შეიძლება არც ვნახო, იმიტომ რომ სმარტი, ანუ აი ჯერ ამას უკანა აქვს ადგილი 2 და თან სმარტიც რადგან უკანა აქვს ძრავი, აი მარშრუტკის უკანა სავარძელზე რომ თუ მჯდარ ხარ და ალბათ ყველა მჯდარ ერთხელ მაინც აი ძალიან უსიამოვნო ის არის რაღაცა და აი ფანჯარა რუზრუზებს იქ. ხო და
მაგრამ თელი ღამე ვფიქრობდი, რომ ეხლა მე ეს მანქანა ვიყიდო 2 და 2, თან 2 და 100 არ მაძლევს. იმასაც გეტყვით ეს 2 და 100 ჩემთვის რატომ მნიშვნელოვანი. ანუ ვიფიქრე, რომ 2 და 100 იმიტომ მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს გადადებული, ასე ვთქვათ, შავი დღისთვის, ოჯახისთვის. მეორე ნაწილი არც მაქვს. და ეს მეორე ნაწილი უნდა დავამატო ვალით და უნდა ვიხატო მერე. და ეს შავი დღისთვის ფულიც აღარ მექნება და მე არავინ არ მყავს, ვისაც მივალ და რომ გამიჭირდეს, ვეთქვი, რომ ფული მას ესხე. ოჯახისთვის, საჭმელისთვის, ხო? უახლოესი გარემოცვის გარდა, რა თქმა უნდა. და თუ გამიჭირდა იგულისხმება, ამ უახლოესი გარემოცვიდან ყველას გაუჭირდა. ხო და ეს $100 იქნებოდა ისაც მე დამრჩებოდა, აი იმ გაჭირვებისთვის, ასე ვთქვათ, მაგრამ არ აკეთებს. ხო და მთელი ღამე იმას ვფიქრობდი, რომ ხო არ ჯობია მეთქი, რომ აი ეს უკარო რუზრუზებს, ეგეთი მანქანა კი არ ვიყიდო, არც მარტი, არც ეს. უბრალოდ ეხა გავჩერდე, შევაგროვო თანხა. და ვიყიდო რაღაცა, აი მაგალითად კარგი მარჩი, ცუდ მარჩს ამ ფასად იყიდი. ცუდ მარჩს რა, აი, მაგათ როგორც ტექნიკურად გამართულია, მაგრამ ვიზუალურად არის მირწყმული. ან ვიზუალურად იდეალურია და ტექნიკურად პრობლემებია. მე ეგეთი არ მინდა, მე მისჩენია ვიზუალურად მირწყმული იყოს, ტექნიკურად იდეალურად გამართული, ვიდრე პირიქით. და ეს მარჩი არის უკვე სრულფასოვანი მანქანა, როგორც სახში მითხრეს, ანუ ეს არსად არ რუზრუზებს, ამას წინუდებს ეს ძრავი და კი რუზრუზებს ის იქ, მაგრამ შენ სალონში მაგას ვერ იგრძნო. ხო და ხო არ მირჩევნია, რომ მოვიცადო, შევაგროვო, ეს გაჭირვებაც არ დავიმატო. და მასეთი ვიყიდო. ანუ რადგან იდეა გაჩნდა, რომ არ ვიყიდო, ეგ არ არსებობს. ჩემ თავს რო ვიცნობ. ხო. და დღეს დილას მოკლედ ამ კაცს მივწერე, მეთქი გასაღები გუში დამავიწყდა იქ რომ ვნახე, ვიზუალურად საყვარელია ეს მაგან და რაღაცა ეს ყოველდღე ვერ გავამახვილე გასაღებს და არ მახსოვდა რომ შეურჭო და ისე გააღო თუ იმუშაობდა ეს კნოპკები და რაღაც 2006 წლიანია მანქანა. მაგრამ 202,000-ია გარბენი. ხო და ის მე მეგონა რომ ეს მაგათი თავის მანქანა იყო ამ ადამიანის. და თურმე ანუ ყიდულობს თუ მდგომარეობაში ყოფებს, აკეთებს და მე ყიდის, როგორც მივხვდი. და დამავიწყდა დღეს ეს მივწერე გასაღები და მთელი ღამე ვფიქრობდი და დილასთან მქონდა გადაწყვეტილი რა მექნა და მივწერე და მითხრა რომ ტექთა თვალიერები და ყველაფერი და 2000-ად წაიყვანეო და მეთქი ალბათ აი სამყარო მეუბნება მეთქი რომ 2000-ად წაიყვანე, ესე იგი ღირს მეთქი ეს ყველაფერი გაიჭირო ყველაფერი და თან მერე გიყოლება მეთქი მერე გაყიდი და ამატებ შეაგროვებ და სხვას იყიდი. იქამდე გიყოლება მეთქი ალბათ ზეციდან იშენე მეთქი ესას თუ ეს დამრჩება თუ რაღაცა მეთქი გამიჭირდა. მე ვკითხე თან ანუ ეგ რომ მითხრა ვკითხე რომ ანუ 2 და 100 მეთქი ტექთა თვალიერებით და 100 თქო. კიო. და მე რა უკვე რა უხაიო, აი მე მაშინ წავიყვან მეთქი ტექთა თვალიერება გაატარე და წავიყვან მეთქი 2 და 100. შემეშალაო. 22 რამე და შემეშალაო. ანუ ისე გამიტყდა. ვიკამითხე $100 გამოარტყიდი რომ მანქანასო, მაგრამ აი რაღაც ისე გამიტყდა. აი ეს ნიშანიზაციიდან ხო მაშინვე განქარდა. ისიც რომ ეს მანქანა ამ ადამიანისა თავისია და რაღაცა ეგრე მეგონა და ანუ აკეთებს თურმე და ყიდის მერე. არა, ცუდი მანქანა არის და ღირს მართლა ეგ ფასი, მაგრამ ანუ მე რამდენ მიიღებს რომ ვიყიდო ეგ არ ვიცი. იქნებ უბრალოდ ჯობს რომ მოვიცადო. არ ვიცი, აი ეხლა წლაპარაკო და გაურკვევლობაში ვარ. სმარტი ალბათ არ მინდა. მაგას მივხვდი, იმიტომ რომ ეგ არ ვიცოდი, ანუ აი ეს ვიბრორო აქვს, მე არ ვჩდარ სმარტში და არ ვიცოდი. ხო. და ალბათ როგორც თქვენ მითხარით, შევაგროვებ, თუ ეხლა მაგას არ ვიყიდი, ან მარჩს ვიყიდი, ან იარისს ვიყიდი, კი არ მომწონს საშინელად ვიზუალურად ეს იარის, მაგრამ ძალიან გამძლეა. ხო და
მე ნელ-ნელა იცით როგორ არის? აი ერთს რო იყიდი. მე ცოტას კი მოაგროვებ და ამატებ კიდე მეორეს. მე აი ესე რა ხოხტებით. აღარ ისეთი არ უნდა იყოს საკეთებელი და გაფრჩებული და რაღაც. ხო და ეხლა მინდა რომ მარჩებსაც გადავხედო კიდე. უკეთ არ ვიცი რა ვქნო. San marci magari. Come on. Accedik. რა გინდა და განებე თავი ძახს. რა გინდა? Accedik. სად უნდა შევიდეს? Bonis. ევა თავი რა საკეთე? ვაკოთეხში ყიდის ვიღაცა მარჩს. Nissan March. Best problems is. Smir. Shwedi. Nissan Note 2 და 2. კაინა. აი ესეთი რაღაცა დატო უკეთებენ ამ მანქანებს. რა არის? Come on. 2005-იანი. 1 და 5-იანი ძრავი. კარგ მდგომარეობაშია. ვიზუალს უნდა ხელშეულება მაწყობს ქაცვას მირა შემომთავაზეთ და ბათუმში. ბათუმი ეგრევე ისაა ხოლმე, იმიტომ რომ ხონა ნახო. კიდაც არ არის. უკეთ რა პრეტენზიული ადამიანი არ არის შემიძლია. უი, მარჩების ჯგუფია კიდე. ჩემი თავი ატანა მე თვითონ არ შემიძლია. და თან აი რო ვიცოდე რომ მაინც ეს მინდა და ეხლა მინდა. ხო, მაგრამ ეგეც არ ვიცი. დაბით. Dada Bonnie said it, you know? Bonnie said it. Come on. ანახე. იყიდება 2002 წლიანი 1 და 4 ძრავით, ახალი საბურავით, ახალი აკუმულატორით, ცხვირის ძრავით, ტექ-გავლილი, კონდიციონერი, ჭკვიანი გასაღები, კეცვალის სარკეები და ანტიფრიზ, ფეჩი მუჭა, აიდეალური დანარჩენი სურათ, მდებარეობა გორი, 2 და 100-ად. დაკლებაც შეიძლებაო. Come on. $1800 მუშა მდგომარეობაში არაფერი არ ჭირს 2003 წლიანი მარჩი აი რატო ვეცე 2200-ად მაინც იმას რა ვიცი რამდენია გარბენი ხო? იმედია 300,000 არა. ანუ მე არ მინდა გადასარევი ვიზუალის და გადასარევ ფასიანი მანგანა. მე მინდა მანგანა, რომელიც შეიძლება სამე მივარახუნო, მოვარახუნო, გაუსვა, გამოუსვა, გარაჟს, ბოდს, სტოლბას, შენობა. და ასე შემდეგ. და გულია გამისკდა ეს მდგომარეობაში ყოფილი მანგანა არ მინდა. მინდა რაღაცა აი თუ რამე გახსენებათ აბა დაწერეთ. ვირი, გამძლე, ავტომატიკა 2000-ის ფარგლებში. რა არის? მე მარჩი ვიცი ეგეთი.
ხო და მოკლედ ხალხო ვარ სრულ გაურკვევლობაში. არ ვიცი რა არის სწორი. არ ვიცი რა მინდა, არ ვიცი რა არ მინდა. მოგეთაფი არ ვიცი. I მინდა this one what და მოკლედ ისიც რომ არ ეთქვა საერთოდ თავიდან ის 2000-ად გაძლევო თავისი ტექსტასვალიერებითა და რაღაცა ალბათ არ ვიცი რაღაც ძალიან გამიტყნა მე უკვე მინდა მეთქი რომ უთხარი და მაშინ მეთქი შემეშალა ალბათ მართლა შეეშალა მაგრამ რაღაცნაირად გაგიცრუდება იმედი ეგრე მომიშჩა შენი ბენდია? In my toothpick. ეს გადასაგდებია უკვე всё. აი ახალი უნდა გაიგეთო. ახალი? Yeah. ბენდი. მიდი მომიტანე და გაიგეთებ ახალ ბენდის. მიდი მომიტანე ბენდი. ბენდი ამინდა. ნახეთ როგორ შეჭამა ეს გუში. ბენდი უნდა. კარგი დამშვიდდი. არ არის? აღარ არის, იქ ჩემ კარადაში იქნება წარმოდი. წავიდეთ, აქ აღარ არის ბენდი. მოდი. თანორი ცალი ერთი მოგდო. დედა. ეს მინდა. ბენდი. ota. Etas? Kita. Titi moment. Muito. Esse sim. Quero წარმოიდგინე იმას. მოიცა, არ არის შეკრული, მოიცა. ამაზე რამდენს წიოდა და კიოდა. Всё. დედა გადა. გაია ბენდი. დედა გადა. და ბენდი ახსავე არ გიკვინოს მაგ თითში.